სენაკის რადიო. მოგესალმებით. მე ნონა ქათარია ვარ, სენაკის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი და დამფუძნებელი. სათემო განათლების ცენტრი დაარსდა 2010 წელს ევროკავშირის პროექტის დევნილი და ადგილობრივი თემები სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია არაფორმალური განათლების გზით ფარგლებში, რომელიც 2011 წლის ბოლოს დასრულდა და 2011 წლიდან ცენტრი დარეგისტრირდა როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. რაც შეეხება მიზნებს, ჩვენი მიზანია დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, ქალების, საზოგადოებრივი და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით, სამოქალაქო აქტივობებისა და ინიციატივების, თემის განვითარების პროცესების მხარდაჭერა, ქვეყანაში მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი, რაც ვისაუბრე, ძალიან ოფიციალური ენით და ამის მიღმა არის ის ძალიან დიდი შრომა, სული და ასე ვთქვათ, გული ჩადებული ამ ცენტრის არსებობაში. 2010 წელს, როდესაც მომივიდა ასე ვთქვათ, წინადადება ცენტრის ხელმძღვანელობაზე და როცა ვთქვი, რომ სენაკში სამხედრო დასახლებაში უნდა წავიდე როგორც სათემო ცენტრის დირექტორი, ყველამ იცით როგორ შემომხედა, ხوار გაგიჟებულ ხარ, რა გინდა, ეს მე-13 რაიონია, იქ ადამიანები შედიან, მაგრამ შედეგს ვერ აღწევენ და სიმართლე გითხრათ, ძალიან შევშინდი, მაგრამ გამოწვევების წინაშე არასოდეს უკან არ დამიხევია და მინდოდა საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ შეიძლება იმუშაო ადამიანმა, შეკრა გუნდი, მიზნისკენ იარო, ძალიან ისეთი მწყობრი და პრინციპული ნაბიჯები და იცით გამიმართლა ის გუნდი, რომელიც სრულიად უცნობი ადამიანები, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, ერთი ქუთაისიდან, მეორე ბათუმიდან და მესამე მე ზუგდიდიდან ჩავედით სენაკში და დავიწყეთ საქმის კეთება. ჯერ ძალიან ისე გვიყურებდნენ სიფრთხილით, ინტერესით, ძალიან ბევრი თვალი გვაკვირდებოდა. იყო მტრული, ასე ვთქვათ, განწყობები, უცხო ორგანიზმის, უცხო სხეულის, თუმცა როდესაც ჩვენ უცნობმა ადამიანებმა, ერთმანეთისთვის უცნობმა ადამიანებმა ძალიან პრინციპულად, ძალიან როგორ ვთქვა, მონდომებით, ურთიერთთანხმობით შევქმნით გუნდი, მოვიწვიეთ ადგილობრივი ტრენერები, ჩავრთეთ მოსახლეობა თითოეულ ჩვენს ინიციატივაში, შევთავაზეთ მათ სათემო ინიციატივაზე მუშაობა, შევთავაზეთ პრობლემების იდენტიფიცირება, შევთავაზეთ ჩვენთან ერთად ინიციატივების წამოყენება დონორი ორგანიზაციებისადმი და ამ ინიციატივების განხორციელება. სენაკის რადიო. პირველად რო გავიგე, რომ ადამიანები ერთმანეთს ეუბნებოდნენ ქოხში მივდივართო, მეუხეშა ეს სიტყვა ქოხი. თურმე ჩვენს ქოხში მოდიოდნენ რაღაცა პროექტებში ჩასართველად, რაღაც კურსებზე მოსახვედრად. მე მივხვდი, ეს ქოხი იყო სითბოს, სიყვარულის, ასე ვთქვათ, ერთობის ქოხი და მივხვდი ამ ადამიანების დამოკიდებულება აისახა ზუსტად ამ სიტყვაში. ეს არის ურთიერთობები, ეს არის სითბო, ეს არის ის სიყვარული, ის დამოკიდებულებები, რასაც ეს ცენტრი და ის ადამიანები, რომლებიც
დღეს უკვე ჩვენს გვერდით არიან, ჩვენ ქმნით ამ ქოხის სითბოს, სიყვარულს, სინათლეს. დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცენტრი არის 50-მდე დიდი თუ მცირე ზომის პროექტის ავტორი, განმახორციელებელი ან პარტნიორი. და ამ პროექტების ფარგლებში 16,000-მა დევნილმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა და არა მარტო სენაკის მუნიციპალიტეტიდან, არამედ მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ჰქონდა რამოდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად ტრაქტორისტების გადამზადებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ჩვენ ამ პროექტში ყავდა კახეთიდან, ქართლიდან, აჭარიდან, გურიიდან, სვანეთიდან ბენეფიციარები. საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო და ამ ყველაფერს მე დღეს მიუხედავად ძალიან დიდი შრომისა, ძალიან პოზიტიურად მახსენდება ეს ყველაფერი. პროექტებში ჩვენი დონორები იყვნენ და ჩვენი უპირველესი დონორი ეს არის DVV International საქართველო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, UNDP, ACF, SIDA, ფონდი შპარკ, ASE ფონდი სოხუმი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ჯანდაცვის, დევნილთა და სოციალური დაცვის სამინისტრო, DRC. ჩვენი ცენტრი აქტიურად მუშაობს თემის პრობლემებზე, ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებულობას, გასცემს ბიზნეს კონსულტაციებს, იდენტიფიცირებას ახდენს და ადვოკატირებას უწევს თემის პრობლემებს. სენაკის რადიო. ერთი ძალიან მწვავე პრობლემა, რომელიც ეგრეთ წოდებულ გარადოქში სამხედრო დასახლებაში იყო, ეს იყო დამისამართების პრობლემა, ეს იყო გაზიფიცირების პრობლემა, რომელიც როცა ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ასე ვთქვათ, იყო ოცნების სფერო. ჩვენ დავიწყეთ ადვოკატირების კამპანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ეკონომიკის, თავდაცვის სამინისტროსთან, დევნილთა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და აქ მინდა აღვნიშნო ბატონი მამუკა ცოტნიაშვილის, არ ვიცი ხა ეს ადამიანი დღეს რა პოზიციებზეა, მაგრამ მაშინ მინისტრის მოადგილე იყო და მისი ინიციატივა იყო, მისი ასე ვთქვათ მუდმივი მონიტორინგით ვახორციელებდით ჩვენ ამ ინიციატივების იდენტიფიცირებას და ამ დიდი ძალისხმევის შედეგად დღეს სენაკის სამხედრო დასახლება არის დამისამართებული, გაზიფიცირებულია, მუნიციპალიტეტის შემოდის თავისი სერვისებით. დღეს ეს რეალობაა, მოწესრიგებულია შიდა გზები, მოწესრიგებულია საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, გადახურულია სახლები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენი ცენტრის, ასე ვთქვათ, ადვოკატირების, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობის კარგი და წარმატებული მაგალითია. ჩვენ ცენტრში შექმნილია ახალგაზრდული ბავშვთა და ქალთა კლუბები, რომლის წევრები არიან სენაკის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი დევნილი და ადგილობრივი ბავშვი, ახალგაზრდა და ქალბატონები. 15 წლის განმავლობაში ჩვენ ცენტრში 16,000-მდე ბენეფიციარმა გაიარა სხვადასხვა პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსები. ზოგადად ჩვენი ცენტრი დასრულთა საგანმანათლებლო პაკეტს თავაზობს მოსახლეობას, ვითვალისწინებს რა თქმა უნდა შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ჩვენს კურსებს, პროფესიული გადამზადება-მომზადების კურსებს ვაწყობთ ზუსტად იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ადგილობრივ ბაზარზე არის. და მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ამ მიმართულებებმა და იმან, რომ პროფესიული მიმართულებები ხორციელდება დუალური სწავლების პრინციპით, ჩვენი პროფესიული კურსები მიმდინარეობს ინდ მეწარმეებთან და კეთების სწავლებაზე ვართ ორიენტირებული. ზუსტად ამან შედეგად გამოიღო ის, რომ ჩვენი ძალიან ბევრი ბენეფიციარი დასაქმებულია სხვადასხვა მიმართულებით,
გაიუმჯობესეს, ესე ვთქვათ, საცხოვრებელი პირობები, გაიუმჯობესეს კარიერული და პიროვნული ზრდა. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში დაფინანსება ჩვენი ცენტრიდან 130-მდე დევნილმა და ადგილობრივმა ბენეფიციარმა მიიღო. გარდა ამისა, 2018 წელს ცენტრი გახდა საუკეთესო ცენტრის ტიტულის მფლობელი. ორჯერ ჩვენი ცენტრის ბენეფიციარმა მიიღო საუკეთესო ბენეფიციარის წოდება. სენაკის რადიო. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, საგანმანათლებლო თუ კულტურული, სპორტული ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი ცენტრი სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ახორციელებდა. მე ვთვლი, რომ ეს პროექტები და ეს აქტივობები აბედნიერებდა ადამიანებს და ამას ვფიქრობ ჩვენი ბენეფიციარებიც აქტიურად და ასე ვთქვათ დიდი სიხარულით უზიარებენ ჩვენ ცენტრის სტუმრად მყოფ ადამიანებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სენაკის სათემო განათლების ცენტრი თანამშრომლობს აქტიურად ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ამ თანამშრომლობის საუკეთესო შედეგი არის ის, რომ 2024 წელს იუნესკოს განათლების ქალაქების ქსელების წევრი გახდა სენაკი და სენაკი არის მეორე ქალაქი, რომელიც საქართველოდან გახდა ამ ქსელის წევრი და მე ამაყი ვარ და აქვენ შემიძლია თქვა, რომ ამ პროექტში ძალიან დიდი წვლილი აქვს ქალბატონ მაკა კვარჭაიას შეტანილი. წარმოუდგენელი შრომა გაწია ამ ადამიანმა იმისთვის, რომ სენაკი გამხდარიყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქსელის წევრი. მაკა დღეს ცოცხალი არ არის, მაგრამ ჯერა რომ მისი სული ხარობს ამ პროექტში გამარჯვებით. მოდი პოზიტივით გავაგრძელოთ ის, რომ სენაკის სათემო განათლების ცენტრი მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ცნობილი მოვლენების შედეგად, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ხელი შეუშალა, ჩვენ მუშაობთ გამართულად, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა მუნიციპალიტეტთან, მუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად და 2023-2027 წლების ფარგლებში ჩვენ DV International საქართველოს მიერ ჩვენ დაფინანსებული პროექტის სწავლა წარმატებისთვის მართლაც წარმატებულად გრძელდება. არ ვუჩვით ბენეფიციარების ნაკლებობას, თანამშრომლობთ ფონდ სოხუმთან, თანამშრომლობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, თვითმმართველობასთან. გარდა ამისა, დაგვემატა ორი ახალი პროექტი, ეს არის დემოკრატიის ხმები, რომლებიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და ასევე რადიოს ძალა პროექტი, რომლის ფარგლებში სენაკის სათემო განათლების ცენტრში სათემო რადიოს ჩაეყარა საფუძველი და ზუსტად ამ სათემო რადიოდან მოგმართავთ ახლა მე თქვენ. სენაკის რადიო. ძალიან მჯერა, რომ ჩვენი საქმე უნდა იყოს წარმატებული, ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას და ბენეფიციარებს თავაზობ პროფესიულ პროგრამებს, კომპიუტერული ბუღალტერიის, ქალისა და მამაკაცის სტილისტის, გელ-ლაქის, მაკიაჟის, მეფუტკრეობის, ჭრაკერვის და გათბობა კონდიცირების მიმართულებით, ასევე სამოქალაქო აქტივობებს, ასევე ახალგაზრდულ პროგრამებს, სამედიცინო კონსულტაციას. მე მადლობელი ვარ ჩემი ბენეფიციარების, მადლობელი ვარ ჩემი ტრენერების, ჩემი თანამშრომლების, იმ ადამიანების, რომლებთან ერთადაც ჩვენ თულ ნაბიჯებს ვახორციელებთ. მიუხედავად ეხა იმისა, რომ ძალიან დიდი ფინანსური, ასე ვთქვათ, დაინტერესება აქ ჩვენთან, ჩვენ ცენტრში არ არის, მაგრამ ჩვენ ცენტრში არის ის სითბო, სიყვარული, ის მიზანი, რომლისაც ჩვენ გვჯერა, არის ის ურთიერთობები, რომელიც 16 წლის განმავლობაში მე ჩამომიყალიბდა ჩემს სენაკელებთან და მე ვთვლი, რომ სენაკი ჩემი მეორე საყვარელი ქალაქია, რომლის განვითარებაშიც, რომლის
წარმატებებში, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში ჩემი მცირეოდენი წვლილიც არის და ეს თბილი ქოხი, ეს თბილი დამოკიდებულებები, ეს სიყვარული, რომელიც ამ ქოხში არის, იქნება დიდხანს და დიდხანს იბრძვიალებს სიკეთის შუქი ჩვენი ქოხიდან. სენაკის რადიო. მე ვარ ილია გვარამია და მუშაობ სენაკის სათემო განათლების ცენტრში, ახალგაზრდული მიმართულებით. ცენტრთან ჩემი ურთიერთობა 2010 წლიდან იწყება, მისი დაარსების დღიდან. როგორც იცით, ეს ორგანიზაცია საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს და ძალიან საინტერესო კურსებს და ტრენინგებს თავაზობს თითოეულ ადამიანს. 2010 წელი ის დრო იყო, როდესაც ბევრ ადამიანს იმის შესაძლებლობა და რესურსი არ ჰქონდა, რომ კომპიუტერი ჰქონოდა. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი დაინტერესება და პირველი კურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში გავიარე, იყო საოფისე კომპიუტერული პროგრამები. იმ პერიოდში ეს კურსი ძალიან მოთხოვნადი და აქტუალური იყო. სწავლა და გრაფიკი იყო ჩვენზე მორგებული. ამ კურსის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი და მესარგებლა ყველა იმ რესურსით, რომელსაც ეს ორგანიზაცია სთავაზობდა ხალხს. ამის შემდგომ აქტიურად ვიყავი სხვადასხვა კურსების მსმენელი. ამასთან ერთად ვღებულობდი სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობას, რა დროსაც მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ინტერესის სფერო. 2015 წელს სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნონა ქადარიამ და ამერიკელმა მოხალისემ ბატონმა ალექსმა დაინახეს ჩემში განვითარების პოტენციალი და შემონთავაზეს ერთ-ერთ პროექტში ლიდერის პოზიცია. ეს პროექტი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ლიდერობის პროექტი დევნილი ახალგაზრდებისათვის. ამ პროექტმა შეძლო ის, რომ ის უნარჩვევები და ცოდნა შემეძინა, რაც მომავალში დამეხმარებოდა და საკუთარ თანატოლებს გაუზიარებდი. ასევე დამეხმარა საკუთარ თავის გაძლიერებაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში. ცენტრთან ჩემი კავშირი ოფიციალურად 2019 წლიდან იწყება. სწორედ ამ წლიდან მუშაობ ამ პოზიციაზე და ვცდილობ ის ენთუზიაზმი და მოტივაცია, რაც თავდაპირველად მამოძრავებდა, დღითიდღე გაიზარდოს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდებთან მუშაობა ცალკე სიამოვნებაა. ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. როდესაც ახალგაზრდების განვითარებაში რაღაც წვლილი შეგაქვს, ეს ბედნიერს ხდის. რამდენიმე წელი, როდესაც აკვირდები ახალგაზრდების განვითარებას და ხვდები თუ როგორ განვითარდნენ, ეს შენში აღტაცებას იწვევს და გინდა რომ უფრო მეტი ახალგაზრდა მოიცვა და ხელი შეუწყო მათ განვითარებაში. ამ პროცესებში ყოველთვის მახსენდება ის ძველი ილია, როდესაც ბევრი რამის შიში ჰქონდა და სწორედ ეს ტრენინგები და ეს პროექტები დაეხმარა მას განვითარებაში და იმ საუკეთესო ვერსიაში, როგორც დღეს არის და რითიც ამაყობს. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ცენტრის არსებობა. იმ დროს თუ გავიხსენებთ, როდესაც არ ვღებულობდი არაფორმალურ განათლებას და არ ვიყავი ჩართული სხვადასხვა ტრენინგებში, რადიკალურად განსხვავდება ის ილია დღევანდელი ილიასაგან. თუნდაც იმით, რომ დღეს ვარ თავდაჯერებული, კომუნიკაბელური, შემიძლია განსხვავებული აზრის მიღება. ჩემი ინტერესის ერთ-ერთი მიმართულება არის ფოტოგრაფია. ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 3 კონკურსი განხორციელდა, სადაც მეც ვიყავი მონაწილე და ასევე გამარჯვებული. ბოლოდან მნიშვნელოვან პროექტს თუ გავიხსენებთ, რომელიც იყო პროექტი დემოკრატიის ხმების ფარგლებში, ბრძოლა დეზინფორმაციისა და მითების წინააღმდეგ, გავხდი ამ კონკურსის გამარჯვებული. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ასეთი კონკურსები და პროექტები მარწმუნებს იმაში, რომ ყოველთვის უნდა აკეთოთ და შექმნათ ისეთი რამ, რაც გამოგდით, ან რაიმე ახალი უნარის პოვნაში დაგეხმარებათ. სენაკის რადიო.
ჩემი საქმიანობა არასამთავრობო სექტორში 2004 წლიდან იწყება და ამ ხნის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მითანამშრომლია. ზოგადად მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას და ფუნქციონირებას უაღრესად დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებაში. გარკვეულწილად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ ხიდს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ, რომ დემოკრატია, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებულია, არ იყოს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ თუ 5 წელიწადში ერთხელ არჩევნებზე მისვლაში არ გამოიხატებოდეს, არამედ ეს იყოს მოქალაქის მხრიდან ყოველდღიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმ პროცესებში, რომელიც მას ეხება უშუალოდ, მის თემს ეხება უშუალოდ და მის კეთილდღეობას უნდა უზრუნველყოფდეს. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებაც და როლიც მრავალმხრივია და მრავალფეროვანია. ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორი შეიძლება მუშაობდეს ადამიანების უფლებების დაცვაზე, ისინი შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოქალაქეთა ჯგუფებისთვის, სერვისების მიწოდებაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ეკოლოგიაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, თემის გაძლიერებაზე მათ შორის, თუმცა მეორეს მხრივ ასევე სამოქალაქო სექტორს არანაკლები როლი და მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობაში, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მაგალითად მოქალაქეთა მონაწილეობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ახალი მექანიზმების შემუშავებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, სახელმწიფო განსაკუთრებით კი მუნიციპალური პროგრამების განახლებასა და გამრავალფეროვნებაში. ის რადიოც, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, სენაკის ხმა, ხო? მათ შორის დაფუძნებული არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე, რომელიც როგორც მინიმუმ სენაკში ცნობილი არის სენაკის სათემო განათლების ცენტრის სახელით. და ალბათ მათ შორის თითოეული სენაკელი დამეთანხმება, რომ ამ ორგანიზაციის მნიშვნელობას ადგილობრივად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სენაკის სათემო განათლების ცენტრი უკვე თავისი არსებობის არაერთწლიან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში ის ახორციელებდა არაერთ საინტერესო პროექტს, რომელიც უშუალოდ სენაკში მცხოვრები ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს იყო მორგებული. თავად ცენტრი, რომელიც განთავსებული არის ტერიტორიულად სენაკში მდებარე დევნილთა დასახლებაში, რომელიც ადრეს სამხედრო დასახლებას წარმოადგენდა, ამ მდებარეობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცენტრს გარკვეულწილად დაეკისრა პასუხისმგებლობა დევნილი თემის მასპინძელ თემში ინტეგრაციის ხელშეწყობის. თუმცა სათემო განათლების ცენტრს არ უმუშავია მხოლოდ დევნილებთან, ის ორიენტირებული იყო, რომ თავისი პროგრამები და სერვისები ისე განეხორციელებინა, რომ დაეფარა თითოეული სენაკში მცხოვრები ადამიანის საჭიროება. სწორედ ამიტომაც დღემდე არის ამ ცენტრში ხელმისაწვდომი არაერთი მოკლევადიანი სახელობო კურსი, ხო, რასაც პროფესიული გადამზადების კურსს ვეძახით. არაერთი პროგრამა განხორციელებია სათემო განათლების ცენტრს, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ ადგილზე განსაკუთრებით ისეთ პატარა მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში, სადაც მოქალაქეებისთვის შეიძლება მეტნაკლებად დეფიციტურს წარმოადგენდეს მათთვის საჭირო სერვისებში და პროგრამებში მონაწილეობა, სწორედ სათემო ცენტრების არსებობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან სახელმწიფო ყოველთვის ვერ დაფარავს და ვერ გაწოლდება თავისი ბიუჯეტით ყველა იმ
საჭიროების აღმოფხვრას და ყველა მოქალაქისთვის იმ პროგრამების განხორციელებას, რაც ამ ადამიანებს ჭირდებათ და აი ამ დროს სათემო ცენტრის არსებობას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობას, შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ ყოველდღიურ რეჟიმში ველზე მუშაობს მოქალაქეებთან, ველზე ხვდება მოქალაქეების იმ საჭიროებებს, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ესე თვალნათლივ არ იყოს და ცხადად არ იყოს დანახული და გარდა ამისა ამ პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების შემდეგ ცდილობს რომ შესაბამისი მოქალაქეების ხმა უფრო მკაფიოდ იყოს გაგონილი სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს მუნიციპალურ დონეზე, ცენტრალური ხელისუფლებისთვის თუ ასე შემდეგ. მე ვისურვებ რომ საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაძლეული იყოს ის ბარიერები, რომლებიც დღეს მათ წინაშე დგას და მათ ჰქონდეთ კვლავ თავისუფლად თავიანთი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ მუნიციპალიტეტები საქართველოში, სადაც უფრო აქტიურად იყვნენ ყოველ შემთხვევაში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მუნიციპალიტეტები, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციების ნაკლებობა შეიმჩნეოდა და ცალსახად დასანახია მსგავს მუნიციპალიტეტებს შორის არსებული განსხვავება. აქ გულისხმობ როგორც მუნიციპალური ორგანოების პროგრესულობას, ასევე რომელზეც რა თქმა უნდა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობამ დიდი როლი ითამაშა, ასევე გულისხმობ ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეების აქტიურობას, რომლებსაც გარდა იმისა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარებით გაუმჯობესებიათ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ისინი გამხდარან უფრო აქტიური მონაწილეები იმ პროცესებისა, რომელსაც ჰქვია მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვინაიდან თითოეულ მოქალაქეს აქვს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მიიღოს მონაწილეობა როგორც მინიმუმ საკუთარი თემის განვითარებასა და გაძლიერებაში. მე თქვენს რადიოსაც სენაკის ხმას, რომელიც სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ადგილზე ამ შემთხვევაში სენაკის მაცხოვრებლების ხმები უფრო მკაფიოდ გაეჟღერებინა, მიეწოდებინა სენაკელებისთვის ინფორმაცია იმ საინტერესო პროცესების შესახებ, იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებით, რომელიც სენაკში მიმდინარეობს და გაეცნო მათთვის ასევე სენაკის ის ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლის შესახებაც შეიძლება საზოგადოებას მწირი ინფორმაცია ჰქონდეს. მე გისურვებთ, რომ ეს რადიოც უფრო გაფართოვდეს, უფრო მასშტაბურად სმენადი გახდეს და თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას ვუსურვებ სენაკის სათემო განათლების ცენტრსაც.